ანუ როგორ ხარ? კარგად ჩან. კარგად. მადლობა რომ მომიწვევ. პირიქით, აი ძალიან დიდი მადლობა რომ დამთანხმდი და მოხვდი. მადლობა შენ და წარმატებებს და კარგ მაყურებელს გისურვებ ძალიან დიდი მადლობა. და კარგ სტუმრებს. მადლობა. ანუ მოდი ახლა ჯერ ვთქვათ, რომ შენ გაქვს შენი საკუთარი მაღაზია, შოპი. როგორ ქვია? Refound Dom. აჰა. მაღაზია გავხსენით 2 წლის წინ მე და ჩემ ადამ. არის კონცეპტუალური მაღაზია, სადაც უმეტესად იყიდება ვინტაჟური, ტანსაცმელი, აქსესუარი და სახლის დეკორიც, თუმცა ნელ-ნელა ვამატებთ დამწყები ქართველი დიზაინერების ტანსაცმელსაც და ისეთი არ ვიცი, ძალიან დიდ ენერგიას და დროს ვუთმობთ მაღაზიას, იმიტომ რომ ყველაფერს შევაბით ჩვენით და რაღაცნაირად არავის არ ვიხმარებთ და სულ შრომობს მაღაზიის გარეთაც რა ყველაფერი ჩავდოთ და რაღაცნაირად მივაწოდოთ მომხმარებელს ისეთი ლამაზი როგორც ეხა არის და ცოტა საინტერესოც ალბათ. ძალიან საინტერესო და ნამდვილად ეტყობა რომ მთელი გულით კეთდება. კი, მთელი გულით კეთდება და აი მართლა იმ ხელა ენერგიას უთმობთ რა ხანდახან აი ცოტა ვიღლებით მესმის მაგ ყველაფრით იმიტომ რომ სულ ცვალებადია სულ სხვანაირია და ეგ ყველაფერი იმიტომ არის ეგრე რა მოწონთ აი რაღაცნაირად ერთი კვირა გავა მაღაზია სხვანაირია ერთი კვირის მერე ისევ სხვანაირია და სულ ისეთია რა რეჟიმში აქტიურად კარგად და ძალიან მიხარია რა ცხოვრებაში ეგ ნაბიჯი გადავდგი რა გავაკეთე ეგ ყველაფერი იმიტომ რომ მგონია რა საქართველოში ძალიან რთულია ვიღაცაზე იმუშაო და იმუშაო რაღაც ჯობია რომ საკუთარი გქონდეს კი ეგრეა ზუსტად ისე ვარ მე არ ვიცოდი რომ ეხა ამატებდით რაღაცებს ანუ მე მეგონა რომ უფრო ვინტაჟური იყო და თავიდან ალბათ ეგრე დაიწყეთ იცი თავიდან დავიწყეთ ეგრე რომ რეალურად მიმართულება იყო იმის რომ მარტო ვინტაჟი მაგრამ მე ნუ სივრცე მოგცა იმის საშუალება რომ რაღაცნაირად გამოგვეყენებინა დაგვემატებინა ახალი და ყოფილიყო მიქსი იმიტომ რომ ხალხს მოწონს ეს ყველაფერი მოწონს კომუნიკაცია ვინტაჟთან და ახალთან და მგონია რომ უფრო საინტერესოა და ისეთი ნახვადი და ხო ფულთანაც აი კარგად მიდის აი იცი ამით ხარ აი რატო დაიწყე თავიდან აი ვინტაჟით და არა იმით ჯერ დავიწყეთ იქიდან რა ბავშვობიდან ისე მიყვარს კომუნიკაცია ვინტაჟთან მაგათ მაგ პერიოდში ვინტაჟი სიტყვა ვინტაჟი მგონია რომ 4 წლის წინ საქართველოში არ არსებობდა და იყო ძონძი და მე მახსოვს მეორადიც ისე რა მე ნუ აი უფრო ძონძები ხა ნუ მეორადიც და მაშინ სწავლობდი პლეხანოვზე და პლეხანოვიდან ეგრევე ვაგზალზე ავდიოდი ხოლმე რა ჩემს განტვირთვა იყო ეს რაღაცების მოკეკვა და აი მე სახლში წაღება და მახსოვს რომ აი ბებია ჩემი პანიკით რომ აი კიდე ძონძები მოათრია და აი ბებია შეიძლება რაღაცა იმიტომ რომ შეწუხებულები აი თან მაშინ ახლა ისე იყო რა რაღაცა ალბათ 5 ლარს გვატანდნენ სკოლაში რომ აი წადი ჭამე რაღაცა და აი ეს სულ მქონდა და რა ეს 5 ლარიც უნდა დამეხარჯა და მე ყიდა რაღაც რაც აი ძალიან მავსებდა რა და თემდა ეგრე ვარ რა იმდანაც მსიამოვნებს პროცესი და იმდანაც მიყვარს ეს ყველაფერი რა მიზეზი რატომაც გავხსენი იყო ეგ და ძალიან გამართლა და თემდა მაგ პროცესში ვარ რა ამ ყველაფრით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ მეც და ჩემი დაც რომელთან ერთადაც გავხსენი მაღაზია და აი ამ ძონძების გამო არც ვერ ქონია ის განცდა რომ ცოტა აი არასდროს არ გაგწყდომია ვთქვათ რომ ვიღაცისთვის შეიძლება ძონძებს ყიდდე აი არასოდეს და ცოტა იცი რა არასდროს არ მქონია ეგ შეგრძნება თუმცა ძალიან ხშირად ხვდები ეგეთ ადამიანებს რა მანამდე ხვდებოდი აი ცოტა ეს რო დადიოდნენ რომ აი ვინმე არ დაგვინახოს და აი რა მაგარი ყოფილა ეს ადგილი და რა მაგარია და ჩემი ოჯახის წევრებიც ისე იყვნენ რა მე რომ აქ აქტიურად ჩართული ვიყავი და მოვდიოდი ამ პარკებით და თან ცოტა საშიშიც არის რა იმიტომ რომ ნუ 1000 რაღაც უბედურება არის და ნუ იქექები და მე მთელი ამბები და სახში რომ მივდიოდი სულ პანიკა და აბა რა საშინელება რატომ მოგაქ რაღაცა და ნელ-ნელა უკვე
იმათ შეიყვარეს და მგონია რა ნელ-ნელა ყველა იყვარებს და აღარ აქვს ეს რაღაც შიში ამ ყველაფრის და შენ ეზეც რატო იყვარებენ? ნუ იმიტომ რომ ჩემთვის რატო არის ვინტაჟი განსაკუთრებული, იმიტომ რომ ყველაფერი განსაკუთრებული აქვს რა, არა აქვს ეს გლობალური მასიური რაღაც, არ ვიცი, მქონია შემთხვევა რომ მიყიდია შარვალი ზარაში და დამიდია სტორი, ძალიან მომწონებია როგორც მეცვა, როგორც ვიყავი და დამიდია სტორი და 5 ადამიანს შემდეგ დავდია იგივე შარულით სტორი. ანუ არაფერი არ არის, მაგრამ მაინც ის მაქვს ხოლმე რა და რატო მათ მიყვარს არის ის რა მაინც სხვანაირ ტიპს მაჩვენს რა, როცა მაცვია რაღაც ისეთი რა ვიცი რა შეიძლება მარტო ერთი არ იყოს, მაგრამ შეიძლება მარტო მემეცვას და თვალში მოსახვედრი იყოს რა და ვიღაცამ ვაუთქვას და მაგიტო ძალიან მომწონს რა მართლა ხა რაღაც ცოტა ისეთი ChatGPT იქნება, მაგრამ ხასიათი აქვს რა თავისი მართლა, იმიტომ რომ ძალიან მე პირადად ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს ის რომ მაცვია რაღაც განსხვავებული ან რაღაც დეტალით სხვა. ხა ენერგიები ახსენე და ძალიან მაინტერესებს. ენერგიის მეც სამჯერად რაღაც სხვაზე ნაცვამი და ის ეგ ენერგია შეიძლება რომ უარყოფითიც იყოს. ხა და ეგ არის რა ვიღაცას ჯერა, ვიღაცას არა, მე არ მჯერა და ამ ყველაფერს ვიღებ ისე რომ პირიქით კარგი ენერგიით ვიმუხტები, თუმცა მაქვს კომუნიკაცია ყოველთვის. ჩემი დაც იგივე განწყობით იყო რომ როგორ შეიძლება გაიკეთო ვინტაჟური ბეჭედი, ან როგორ შეიძლება საათი გეკეთოს, ან როგორ შეიძლება ვიღაცის რაღაც გეცვას. ანუ იმიტომ რომ რაღაც ენერგიით არის დამუხტული და მთელი ამბები, მაგრამ ანუ არა, ალბათ შენზე არა დამოკიდებული ხა, იმიტომ რომ ხა მარიამს ჯერა, მე არ მჯერა. შანსი არ არის რომ ვინმემ დამაჯეროს, რომ შეიძლება ცუდი ენერგეტიკა მოდიოდეს, არ ვიცი, რაღაც ნიუთისგან რა რომელიც პირიქით მგონია რა, როცა რაღაც განსაკუთრებულს ვხედავ და ვპოულობ, მგონია რა, პირიქით ვიღაც განსხვავებულს და კარგს ეკეთა, რომელსაც მე კარგად ვაგრძელებ თუ რაღაც არ ვიცი. მაგრამ ხა რა, შენ თუ ეგ ჯერა, შენ სულ ეგრე იქნები რა და ანუ ბევრია. არა, მე ზოგადად ხა ვინტაჟი არ მაქვს ლაპარაკი, უბრალოდ მიხვდი? რაღაც ნებისმიერ ნიუცს შეიძლება ისეთ ადამიანმა ჩქოს, რომლისგანაც ვიცი რომ მისგან მიღებული საჩუქარი შეიძლება ცუდ ანუ მიხვდი ანუ ყველაფერზე შეიძლება არ არის მაინც და მაინც ვინტაჟს ეს ნაცვამზე რა. ხა და ეგ ყველაფერი ჩემი აზრით ადამიანზე დამოკიდებული რა, ვიღაცას ჯერა, ვიღაცას არა და მე ვარ ადამიანი, რომელსაც ეგ ენერგეტიკების დაჯერება არ შეუძლია, იმიტომ რომ მგონია რომ ყველაფერი ჩემია და ჩემი აღსაქმელია, ჩემი გასაკეთებელია და სხვა ვერავინ ვერაფერი და შენი სატარებელია, ხო? მესმის ძალიან სწორია. და ძალიან კარგი იქნება თუ ბევრი ამ სიყვარულს უფრო გაიღრმავებს ამ ტანსაცმლის ანუ ვინტაჟის მიმართ, იმიტომ რომ ანუ ძალიან საინტერესო პროცესია ჩემი აზრით რა, ყველაფერი, კომუნიკაცია, ურთიერთობა, გზები როგორ იპოვა, ვისე კომუნიკაცია, რა სკროლო, რა ნახო, რას უყურო. ხა ისეთი ხანგრძლივი უეჭველი, მაგრამ რეალურად შენ ხედავ მაგ რეალურ ვინტას, სადაც უნდა იქექოდე ხა შენთან მაღაზიაში მოდიხარ, დავაგებული, დასუფთავებული, ეგეც იგივე ვინტაჟია, შენაც ნანახი გაქვს? იცი, კი, იმიტომ რომ არ ვიცი, სულ უსმევენ ხას რა ძალიან არ მინდა ხა ისე გამოვიდეს, მაგრამ ძალიან კარგი თვალი მაქვს და შეიძლება რაღაცა არ ვიცი მილიონ რაღაცაში ზუსტად ვიცი რა, რაღაც ერთს ვიპოვი, რომელსაც ძალიან დიდ ენერგიას მივანიჭებ მე და შემდეგ დაიკიდება მაღაზიაში და მაღაზიაც ეგრე არის, ანუ იქ არ მიგვაქვს ტანსაცმელი, რომელზეც მიფიქრია რა, რაღაც ბანძია, ან არ ჩავიცმევ რა, სულ ფიქრობ იმაზე რა მე თუ ჩავიცმევ, ესე იგი სხვაც ჩაიცმევს, იმიტომ რომ თან ეხა უკვე ყველაფერი ისეა, რომ გიყურებენ და გაკვირდებიან და მოწონთ და მოწონთ რასაც შვებით და ამ ყველაფერს ძალიან ვუფრთხილდები, იმიტომ რომ ნუ ეგრეა და ზუსტად ეგრე მიმაქვს, როგორცაც პოულობ, როგორცაც ვიღებ, ეგრე მიმაქვს მაღაზიაში და ეგრე ვუფრთხილდები, როგორც
რაღაც მიტანამდე გავუფრთხილდი. მესმის. აი მითხარი ხა როგორი გოგოები შოპინგობენ უფრო მეტად შენ მაღაზიაში? აი ცოტა რთული საკითხია ეგ ჩემთვის. ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს, რომლებიც აი აქტიურად მოდიან, აქტიურად შოპინგობენ, უყვართ სივრცე, უყვართ აი პირველივე ნაბიჯი მაღაზიაში. და ძალიან მადლობელი ვარ, იმიტომ რომ მართლა აი საიდან დავიწყეთ და სად მოვედით და რა ხდებოდა მანამდეც ეგ ყველაფერი ცოტა ცალკე ისტორია, მაგრამ აი ორი კატეგორია, რომლებზეც ვგიჟდები და კატეგორია, რომელსაც ვერ ვიტან. ოღონდ ვერ ვიტან, აი ცუდად ვერ ვიტან, არა, მაგრამ აი ცოტა მაწუხებენ ხო? ხო. იმიტომ რომ აი ყველას გონია რა აი ვინტაჟი მეორადი თუნდაც ეს სიტყვა ავიღო ძონძი, რომელიც ძალიან მიყვარს იყო ჩემი ბავშვობა და ანუ სიტყვა ძონძის მერე უცბად გადავდივართ ვინტაჟში, სადაც ყველა მასიურად აუ ვინტაჟი და რა მაგარია. ხო და არის კატეგორია, რომელიც მიიჩნევს რომ ვინტაჟი აუცილებლად უნდა იყოს იაფი. და ეგ არის აი ძალიან დიდი სულელე ჩემი აზრით, იმიტომ რომ ანუ ვერ ხვდებიან, თუნდაც ბიზნესსაც რო შევეხოთ რა, ანუ ვერ ხვდებიან რამხელა ხარჯის გაღება გვიწევს, რამხელა ენერგია, რამხელა პროცესია თვითონ ის რა, შენ ნახო ეს რაღაც ლამაზი ნივთი მოწესრიგებული და აი ამათი ცოტა რეპლიკები ის რა, აი ძალიან საშინელი შემთხვევა მქონდა ცოტა ხნის წინ, ეგ კითხვაც მაქვს, რომ ყველაზე უხერხული რაღაც თქვა მაღაზიაში შენთვის თქო. აი უკარგესი ქალი. აი ამ კატეგორიაზე მინდა რომ თალკე მოვყვერა, ანუ ზუსტად ვიცი რომ ყველას გვაქვს ეს პრობლემა. მაგრამ ამ ქალზე მოვყვები ზაფხულში, მოდის აი ძალიან კარგად ჩაცმული ქალი, რომელიც ძალიან კარგად საუბრობს, ანუ კარგი თბილისელი ქალი. და ჩვენთან ვინტაჟური საყურები ღირს 85 ლარი. და მეუბნება რომ რა ღირს ფასი უთხარ და აი მე რა ძვირია, ამას მეც ხა გამოვიწერა და არ მქონდა პრობლემა, იმიტომ რომ ყოველთვის მაგ პასუხი რა, ალბათ შეგიძლიათ წახვიდეთ და თუ იპოვეთ გამოიწერეთ, არ არის პრობლემა. მაგ პერიოდში ბალი ძალიან გაძვირდა ჩვენთან თბილისში და სულ ვცდილობ ხოლმე რომ ზაფხულის პერიოდშიც დაეხეც რაღაც იდოს მაღაზიაში რომ ვინმე თუ შემოვა, რავი. ხო. ეს ბალი ძალიან ლამაზია შუა სივრცეში და მოკლედ ამ ქალმა საბოლოოდ გადაწყვიტა რომ ეს საყურე ეყიდა, ამ საყურესთან ერთად ხედავ რომ აი ამ ბალს გამწარებული ჭამს რა და ну кай ხა ვერაფერი ვერც ვეტყვი რა ხა როგორია რა ბალი არ შემიჭამოთ რაღაც ხო არ ვეტყვი кай და გამწრებული ჭამს რამდენს ჭამს ხა რომ ის შესამჩნევად ჭამს ანუ გასვლისას უკვე რომ გადავიხადეთ და უკვე რა აი რაღაცა მადლობა ნახვამდის ანუ შეტრიალდა ორი მუჭა აიღო და ესე გასასვლელში მეუბნება რა აი გეკვითაო რა და ვერ მივხვდი რა გამომეკვითა თუ რაღაც და ბალიო ისეთი გაძვირებულია აი -20 გაუკეთეო მაგ საყურეს რა და ანუ იმისთვის წარმოიდგინე შეიძინა საყურე 60 ლარად 20 ლარად დანაყრდა ბალით თუ აი არ ვიცი წავიდა და რა მჭირდა იცი რა ამ ჩემი ბალიანად მე მგონი ვტიროდი აი ეს ორი ყუნწი დამიტოვა და იმეთქი ახლა მაგდენი ჭამა? ძალიან ჭამა, ვერ ვიტან მაგ. მაგრამ ძალი თქნა ხო? ანუ იცი აი ფიქრობდა მაგას ალბათ, იმიტომ რომ ესე აი არ ვიცი, თან გასვლისას მომეძახა რომ გამოკვითეო რა, ეგ 20 ლარი, იმიტომ რომ უკვე გააზრებული ქონდა რომ ეს ბალი 20 ლარი ღირს, ჩვენ საყურე 80. დაკეთებდა მაგას, თუ აი რო გითხრა მე უფრო გაიაზრა. აი რომ მითხრა მე ხა რა თქმა უნდა და აი ამასთან ერთად კიდე კატეგორია რომლებსაც ძალიან ბევრი ფული აქვთ ელენე აი უზომოდ ბევრი ფული და აი გემათხოვრებიან ბოდიში ამ სიტყვისთვის 4 ლარზე აი 4 ლარზე ხანდახან მინდა რომ აი ყველაფერი საჯაროდ თქვა ვინ არიან რას წარმოადგენენ იმიტომ რომ ან ჩვენ დამწყები სტარტაპია ესე ვიტყვი დამწყები ხანუ არ არის მაგრამ დამწყები არ ვიცი დიზაინერები დამწყები ახალგაზრდები რომლებიც მართლა ყველაფერს ჩვენი შვებით აი
რაღაც ის არის რა უხერხულია ესეთ კატეგორიასთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ აი ვერ ხვდებიან საერთოდ რას შვებით, რის ხარჯზე და რატო შვებით ამ ყველაფერს და აი ეგ კატეგორია არის ბჭყალებში სვეტს გასასტავი, რომლებიც 4 ლარზე გვემათხოვრებიან სულ, არა მარტო ჩემ მაღაზიაში. რამდენი ოჯახისთვის ალბათ რაღაც პლუსს ნავს, მაგრამ ეგეთი ადამიანი უფრო არ იკადრებს. აი ეგეთი ზუსტად. იმიტომ რომ ხაი არც რაღაცნაირი ის არ აქვს რა, აი ჩვენთან ძალიან ბევრი უცხოელი დადის, დადიან, ეხლა უნდა ვთქვა და ყველასთან ეგრე, იმიტომ რომ ნუ რეალობა ეგ არის, რომ დადიან რუსებიც. ხო. დადიან, რა თქმა უნდა, ევროპელი. რუსებს უნდა წაუმატო. ძალიან კარგი ევროპელი, რა თქმა უნდა, ეგრე შვებით კიდევაც უბრალოდ ძალიან შეიძლება ხა ცუდი იყოს ჩემი მხრიდან, რომ მაგას გავუსვა ხაზი რა, რომ ამ ჩვენს რომ მას რუსები უფრო აფასებენ, ვიდრე ქართველები, ვისთვისაც ეს ყველაფერი მე და ჩემ ადამ გავაკეთეთ ჩვენ გუნდთან ერთად და აი ძალიან წყდება მაგაზე გული რა, აი ვიღაცაები ვინ ჩემოდიან ქართველები, აი ის აღქმა რა აქვთ რა, აი არ ვიცი რა, ეს იცვლება, სულ ფიქრობ იმაზე, რომ აი რო შემოხვალ პირველი თვალში რა მოგხვდეს, ინტერიერი, განსაცმელი როგორ წესრიგდება, როგორ კიდია, იმიტომ რომ ამის განათლება მივიღე, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი ხანი ვმუშაობდი ამ სფეროში და ვერ ხედავენ ამ ყველაფერს და მე გვაქვს აი სულ ამ 4 ლარზე ყველა რუსი ხედავს, ვერ დავიჯერებ. ან რუსებს გაგიმართვა. ანუ ყველაზე საშინელი გემოვნება აქვთ, მაგრამ ფიქრობ რა იციან, უფრო იციან შრომის ფასი, ვიდრე ჩვენ ქართველებმა და თან რა ერთმანეთს როგორც ჭამთ, ეგ ყოველთვის ნუ იცი შენც და ძალიან საწყენია, იმიტომ რომ ამას არ ვაკეთებთ ვიღაცა რუსისთვის და ვიღაცისთვის ხო ხვდებით, მაგრამ ნუ ეგრე არა, ეგ არის რეალობა ჩემ მაღაზიაში რა ეს ვიღაც რუსი უფრო აფასებს გარემოს, უფრო აფასებს ჩემს შრომას, ვიდრე ქართველი, რომლისთვისაც აი მთელ გულს ვდებ და მოდის და მე მათხოვრება 4 ლარზე და მიაქვთ ბალი მუჭებით და ტარტალეტკები ფაბრიკაში 4 წელი და ასე შემდეგ. ეხა ძონძებზე რო ვიძახით, ეხა ვინტაჟი, ჩემთვისაც რა, ანუ ეს ვინტაჟი სიტყვა შენი აზრით თუ როგორ არის, ანუ იმიტომ დაერქვა, რომ გაელამაზებინათ მეორადი თუ აი განსხვავება არის ამ ორ შორის. ხო, სხვა შორის მაგ ყველაფერს მეც ნელ-ნელა ვხვდები და ნელ-ნელა მივხვდი, იმიტომ რომ ჩემთვის second hand იყო ეს ძონძები მაშინ. და რაღაც პერიოდის მერე როცა მეც თბილისში არ ვიცი იცი თუ არა პლეხანოვზე იყო ესე ზუსტად ქუჩა არ მახსოვს არის რამოდენიმე გოგო რომლებსაც აი ძალიან დიდი ხანია თვალს ვადევნებ და ძალიან მომწონს მათი ხედვა და ზუსტად იციან რა არის სიტყვა ვინტაჟი და მე თქონდეთ მაღაზია და სულ ვიძახე რომ ალბათ პირველი გოგო ვიყავი თქო ვინც ფეხი შედგა მაგათა მაღაზიაში და ვინც შოპინგი დაიწყო და ვინც რაღაცნაირად ყურს უგდებდა რა ხდებოდა და აი ვინ არიან რა არიან და აი აქედან როცა მადვდგავ ფეხს ხვდები რა არის ვინტაჟი სიტყვა რეალურად მგონია რა იგივეა უბრალოდ ქალამაზებული რაღაცნაირად უფრო ვისეთი რა უფრო ლამაზი და უფრო რო გეძახის და უფრო რო გიყვება იმ ისტორიას მართლა რაც გააჩნია რა რომ რაღაცა დროს შეიქმნა, რაღაც დრო გამოიარა, არის ლამაზი, აქვს კარგი სილუეტი, ფაქტურა, დეტალი. თუმცა იგივენაირად შეგვიძლია ვთქვათ მეორად ტანსაცმელზე ან ძონზე, რომელიც შეგვიძლია აი მე მგონი განსხვავება ეხლა რომ დავფიქრდი, იმიტომ რომ მეორადი რეალურად მართლა ძალიან იაფი არის. აი შეიძლება ორლარად იყიდო ძალიან ლამაზი მაგრამ ვეღარ იყიდი. ვეღარ იყიდი? მაგრამ ნახე, ანუ ჩემი აზრით ვინტაჟი მგონია რომ შეიძლება ღირდეს რაღაც 1000 ლარი ძალიან ლამაზი პიჯაკი. ეგ არის რომ აი ვინტაჟს ალბათ არა თავის მიმართულება აქვს რა, იქ არის archived ნავს რას რა უკვე ბრენდმა დაარსა შექმნა რაღაცა ან სიტყვაზე დავიღოთ კოსტიუმი და ეს არის მისის ავტორო კოსტიუმი რომელიც წლების განმავლობაში მოდის და მე შენთან მოდის და რა თქმა უნდა ეგ ძვირია იმიტომ რომ აღარ არის ბაზარზე მაგრამ
არის მეორე ვინტაჟი, რომელიც შეიძლება არავინ არ იყოს, მაგრამ იყოს ძალიან ლამაზი და ბევრად ლამაზი იყოს, ვიდრე იმ ბრენდის რაღაცა archived ნამუშევარი. ხო, მაგრამ ზოგი ხა ბრენდს ყიდულობს. ხა, ნუ ეხა უფრო მასიურად აქცენტი არის ბრენდულ ვინტაჟზე, მაგრამ აი მე ჩვენ მაღაზიაში არ არის archived ნივთები რა, არის უფრო შერეული, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს არა, მაგრამ აი 50 ავიღოთ, ეხა სიტყვაზე ვინც არიან Saint Laurent, Mugler, Dolce & Gabbana, არ ვიცი, Prada, ნუ არის. მაგრამ ესე მასიურად არა, იმიტომ რომ რთულია, პოვნა და რთულია მე რაღაც რეალიზაცია გაუწია ამ ყველაფერს, მაგრამ ნუ ნელ-ნელა სწავლობენ და აქცენტი არის იმაზე, რომ რაც უფრო ძვირი ღირს, მით უფრო კაია. აი რაღაც ისეთ ფასად გაგიყიდია, რომ გაგვირვებია, რომ არა, სადაც, იმიტომ რომ ყოველთვის ამ ყველაფერს ესე, იმიტომ ვიძახი, რომ 7 წელი მუშაობდი ამ სფეროში, ვიყავი კონსულტანტი და ძალიან კარგად ვიცი. სხვისი მაღაზი? სხვის მაღაზიებში. აჰა, ძალიან ბევრში თან. და ანუ მე ვიცი ძალიან კარგად და ყოველთვის რაღაცას ფასრო ვადებ, ზუსტად ვიცი, რომ ეგ უნდა ღირდეს და აი არასდროს არ მქონია რაღაც ეგეთი რეაქცია, რომ ანუ მართლა, არა და მეგონა რომ გექნებოდა. არა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რა ეს თუ ეგ ღირს უეჭველი იყიდიან ერთადერთი, აი მქონდა შემთხვევა ისევ ძოეცკა კალი მოვიდა და შუბა, ნუ მოსაცმელი იყიდა, აღარ როგორ იყიდა, იცი რა ესე მითხრა რომ აი просто ხო ხედავ რა ძალიან პატარა მაქვსო რა, ანუ აი გაკვეტებული იყო იმეგონა რომ შემოიხეო და მაგრამ იმიტომ ვიყიდიო რომ სხვა არ იყიდოს და ანუ 2000 სიყვარი დაადო და წავიდა. ზუსტად ვიცი რომ არც ჩაუცვამს ის შუბა, იმიტომ რომ ვერ ჩაეტევო და ვერასოდეს. სხვა არ იყიდოსო რას ნიშნავს? რა აი არ უნდა და რა სხვას წმოდა ის რაღაც გრანდიოზული შუბა და ესე მარტივად გადაიღო. მერტო ხალხს რა. ხა და იგი იყო ცოტა ისეთი რა, გამიკვირდა შავით, რომ შეიძლება ეგეთ დროს ვიღაცამ რაღაცაში გადაიხადოს თანხა რა, ანუ არ ჩაიცმევს, ზუსტად ვიცი რომ არ ჩაიცმევს და იმიტომ იყიდა რა, იცოდა რა ვიღაცები რეკავდნენ, რა თქმა უნდა, ეხა თან ეგ კომუნიკაციის დროსაც ის არის რა, მიცით რა, გითხარით გინდა თუ არა, იმიტომ რომ სხვა გველოდება და ისე მოქმედებ მაინც. და აი იმ სხვებზე ქონდა ეს რაღაც ის, რომ აი უეჭველი უნდა ვიყიდო, რომ იმან არ იყიდეს. შეიძლება დაჟე იცოდა ვინც ყიდულობდა, არ ვიცი და მაგიტა არ უნდა და რომ იმას. იცი რა მითხარი, აი ეს რასაც ყიდულობ ისტორიები მოგიძიები, რაღაც აი ძალიან მოგწონები, აი ამის ისტორია რა არის. ანუ რეალურად იცი თვითონ მომხმარებელს თუ არა, სანამ შენი ყიდულობ მაგალითად იკითხო. იცი ეხა რაღაც ისეთ არ ვიცი როგორ თქვა, არაბრენდულ ვინტაჟურ პიჯაკს ვერ ვეტყვი ვინც ყიდის. შეიძლება ვკითხო, მაგრამ ზუსტად ვიცი რა პასუხსაც მივიღებ რა არიან 70-იანები, ან 80-იანები, ან 90-იანები და ანუ არ უნდა დაიჯერო, მაგრამ უნდა დაიჯერო რა. და როცა რაღაც ბრენდს ნახულობ, რა თქმა უნდა, სერჩავთ და ვნახულობთ ვინ არის, რა არის და მაგის მიხედვით ვადებ. არა, გიკითხე ისტორიას, ანუ ვისაც ეცვა მფლობელის ისტორია შეიძლება რომ იცოდე? სიმართლე რა გითხრა, ეს მასიურად არა, მაგრამ აი ერთი ძალიან ლამაზი კაბა ვიყიდეთ ახალ წელს, წინა ახალ წელს და ესე თაგად ქონდა სახელი გვარი ვის ეცვა რომელიღაცა თეატრის მსახიობი იყო ეს ქალი, უცხოელი, რომელიც წელი იყო და რომელ სპექტაკლში მონაწილეობდა და ისეთი იყო ემოციური ძალიან. იმიტომ რომ თვითონ ეს კორსეტ კაბა იყო ჭყუელებით, რაღაც ტანზე მომდგარი, გამოყვანილი და აი ეს ყველაფერი წავიკითხეთ რაღაცნაირად წარმოიდგენ რა, რომ ვიღაც ხალი სპექტაკლში მონაწილეობს ამ კაბით და ისეთი იყო რა, ლამაზი ძალიან, ჩემ წარმოსახვაში ხეს ხურის წარმოსახვაში არ ვიცი როგორი იქნება, მაგრამ რამე ისტორია მოგიტყვებია? ვინტაჟზე. კი. მომიყევი დროზე?
ბევრს არ ვიტყუებით, მაგრამ ვიტყუებით. ყველა არა მარტო მე, მაგრამ აი ესე რაღაც ისეთი ტყუილი არ არა რა, ისე რომ მკითხავ რა ეს მართალი ვინტაჟია, მაგაზე არ გაგცემ პასუხს რა, ესე ტყუილს ვერ გეტყვი და სულ ვიძახი რა, ანუ არ მაქვს ინფორმაცია, თუ მაქვს ინფორმაცია, მოგაწვდე აუცილებლად, მაგრამ ეს ყველაზე რაც მახსოვს, ეს ტყუილი იყო რა, Sara Jessica Parker, ფეხსაცმელი მქონდა, პრადასი, ძალიან ლამაზი, რომელიც როცა დავსერჩევ, ნახე, რომ Sara Jessica Parker-ს ეცვა Sex and the City-ს გადაღებაში. მგოგომ რომ ეგ ფოტო, ну, რა თქმა უნდა, დასავებული მაქვს ტელეფონში და ეს გოგო რომ მოვიდა ფეხსაცმელს რაღაცა მკითხა და მოთხარი რომ აი Sara Jessica Parker-ს ეცვა თქო და თან ვაჩვენე რა, მაგრამ ეს ტყუილი როგორ იყო, იცი რა, ის კი არ მინდოდა რომ მეთქვა რომ აი Sara Jessica Parker-ის ფეხსაცმელია, საბოლოოდ ეგრე გამოვიდა და არა ის რა, აი იცი რა, აი მსგავსი აცვია თუ რაღაც და ეს გოგო ძალიან ბედნიერი იყო, აი ამ ინფორმაციით რომ რა მაგარია და აუ ძალიან არა, უწუხაროდ. იმიტომ რომ ხა ზვირად ღირებული იყო, მაგრამ ძალიან ბედნიერი იყო მაგ ყველაფრით რა. ეგეთი ბედნიერიც არ იყო, თორე აიღებდა რა. ხოდა იცი, ეგ უკვე შენ ჯიბეზე დამოკიდებული რა, იმიტომ რომ ხა ყოფილვარ მეც რა ბედნიერი უყურებ, მაგრამ ვერ შვები სიტყვაზე. მაგრამ ეს გოგო ძალიან ისე იყო რა, ვაუ. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, ზუსტად ვიცი რომ ამყვარა, მიხდა ემგონია თან რა, აი რა ვიხარ Sara Jessica Parker-ის ფეხსაცმელი რომ მქონდა და ალბათ აი ცოტა ცალკე მივანიჭებდი რაღაც ლამაზს გავუკეთებდი. უეჭველი, თან შენ ლამაზს გავუკეთებდი. აი, ეხლა მითხარი, აი ამ სფეროში ერთი ტყუილი, რისიც ყველას ჯერა. თუ გაწყობს რომ გითხრა თან ოღონდ მაგაზეც დაფიქრდი. ხა ეგ რა აი რა ხო რაღაცა დანიშნულება აი დანიშნულება და რაც უფრო ძვირია მით უფრო განსაკუთრებული და უფრო ისეთია ეგ მარტო ვინტაჟში ხო არა არა მარტო ვინტაჟში არა ყველგან ეგრე არის რომ თუ იაფია გონია აი ეგ გეთანხმები რომ ალბათ ისტორია ანუ აი არ ვიცი ხა ფაყურე რომელიც მეკეთია და დავიწყო ისტორიის მოყოლა რომ არის 70-იანი წლები და ზუსტად ვიცი რა დაიჯერებენ და ეგრევე იყიდიან. მართლა? ნუ ხა მაგის ჯერად, მაგრამ თან აი ეგ ტყუილიც ვერ იტყვი რა ტყუილია რა, იმიტომ რომ იმდენად ლამაზია, აი ერთხელ ოღონდ არ მახსოვს ეს ტყუილი რა, იმდენად ლამაზად ვუთხარი და გადმოვეცი ეს ისტორია და რაღაცნაირად მეც შევყევი ამ ემოციებში, ჩემი და მარიამი მეუბნება რომ პროსტო ისეთი კაი იყო რომ მინდოდა რომ ჩამეწერა თუ რაღაც, მაგრამ ნუ აი ხა ხვდები აი შემილია ხა დავჯდა და მოგიყვა შენც რაღაც ძალიან ლამაზი. ანუ რეალურად ეხლა ხარ ძალიან გულწრფელი და შოქში ვარ, იმიტომ რომ არავინ არ იტყოდა ამ რაღაცეებს. ხა აი არ ვიცი. არა და ყველა ადამიანი იპოვის თავის თავს, რომ რაღაცა მოუტყუებია, ანუ მიხვდე რასაც ვამბობ და ძალიან მაგარია რომ ანუ ეგეთ ადამიანთან ანუ არ მინდა რაღაც ისე გამოვიდეს რა, ფიქრობ რა ეხა აი ამ მაღაზიის მერე ისე აქტიურად არ ვარ TikTok-ზე, მაგრამ მინდა რომ მართლა როგორცაც მიცნობენ, სულ ესე ვიყო ყოველთვის და ეს ყველაფერი ჩემ მაღაზიასაც ძალიან ეტყობა და მაგიტო არ მაქვს ის რაღაც პრობლემა რა, რაღაც არ გითხრა რომ ან არ ვიტყუებიან. ხო, მესმის, არა, ვინც მაგას მეტყვის, უკვე იტყუება რა რაღაც პონჩი. თან აი ძალიან საინტერესოა ეს ტყუილიც. ეხლა ძალიან დამაფიქრე მაგ ყველაფერზე რა, იმიტომ რომ იმდანაც ლამაზად შეგვიძლია ეს ყველაფერი შევფუთოთ. ეს ვინტაჟი რაც არის რა მოიხიბლები ძალიან ალბათ კი ძალიან და ტყუილით არ გამოვა რა რაღაც ლამაზი ისტორია გამოვა რომელიც საჭიროა ესე შეფუთვა იცი ანუ არ არის საერთოდ არ არის იმიტომ რომ ეხა მგონია რა იმდანად აქტუალურია იმდანად ისეთია რა მოთხოვნადი ვინტაჟი რა აი ყველაფერს ყიდულობს და აღარ აქვს ეგ მოთხოვნილება რა შენ ისტორია მოყვეთ თუმცა ზუსტად ვიცი რომ აი archived რაც არის მაგათ უნდა გქონდეთ მაგის ცოდნა რა ეს ყველაფერი იცოდნენ და
იმიტომ ღირს სიტყვაზე 7000 ევრო, რომ ეს ყველაფერი უნდა გადასცე და მიაწოდო. და მან საჭირო, ჩემ შემთხვევაში არ არის საჭირო, იმიტომ რომ ხას გაუსმეორე სუდევს ნივთები, რომელსაც მიფიქრობ მომეწონება თუ არა. და ზუსტად ვიცი, მე თუ მომწონს, სხვაებსაც ძალიან მოეწონება და ისე გაუცნაურია. აი ხო, აი შენ რომ მოგწეს ხო ანუ გემოვნება ხო ძალიან ხა გემოვნება სხვადასხვანაირი ყველას ხო და აი როგორ ხდება. მეც ეგრე მგონია ჩემ თავს რომ მე თუ მომწონს ყველას მოეწონება, მაგრამ მე ხვდები რომ ანუ შეიძლება საერთოდ არ ვიცი, მე აი ჩემ თავთან ეგ არ მაქვს ეგ კითხვა არ დამისვია სიტყვაზე, რატო ფიქრობ ეგრე? აი მაგის მჯერა. აი რა ხან მომწონს, ესე იგი ხებსაც მოეწონებათ. იმიტომ რომ აი ყველაფერს ვაკვირდები რა, რაღაცნაირად შვილივით მყავს, არ მეზარება არასდროს მისვლა, 24 შვიდზე იქ ვარ. ჩვენ ვალაგებთ, ჩვენ ვრეცხავთ, ჩვენ აი ყველაფერს ჩვენ შვევით. და აი ეხლა რო გიკეთია ულამაზესი რაღაცები გიკეთია. ხა ეს აი ანუ აი ვინტაჟი არ არის შერეული, ხა ეს მარგალიტები კი ვინტაჟური რაღაც. ეს სოსკა? სოსკა ვიპოვე, ეხლა მუშაობ სხვათა შორის. ავეჯით ძალიან მიყვარს ვინტაჟური სტუდია 995-ში და სტუდია 995-ში აღმოვაჩინა ერთ-ერთი ქეკვის დროს და დავიკიდე გულ. ძალიან ლამაზია. ძალიან. თუმცა ესე დღეს არ ვარ წარმოდგენილი ვინტაჟური ლუკით. აი მაცვია პიჯაკი, მაცვია ლიკა ჯოჯოა შარვალი, რომელიც ჩვენ მაღაზიაშიც იყიდება. ხელსაწყოა. ნუ აი ხა Jazz Star. და საყურები vintage. Food vintage. Thrifted. რატო არა ხარ წარმოდგენილი ამაზე მეტი? აი თავიდან ბოლომდე ვინტაჟში ხარ ხოლმე ძირითადად? ძალიან ხშირად არა კი ვარ. მაგრამ აი ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ვარ. სულ მაქვს ხოლმე შეიძლება ერთხელ ვნახო აი ერთხელ მქონდა ეგ შემთხვევა რომ ამ გოგოს ძალიან ხშირად ხვდები და სულ ძალიან ყმაყოფილი რომ ვაუ და ანუ არ ვიყავი მაგ ხასიათზე რომ აი ეს რაღაცა გრანდიოზულობა ქუდი დამედო აი პროსტა რაღაცნაირად გავედი გარეთ და ვერ მიცნო კაი რა შევწუხდი რომ აი ვერ აგიხსენ და რა მივედი ვაიმე ანუ ვერ გიცანია იმიტომ რომ რაღაც სხვანაირად გამოიყურებია. ანუ შეიძლება მაგდენად სტილი, მაგდენად ცვლის ადამიანს. მე ძალიან ცვლის, აი ძალიან პიროვნულადაც და კი, და ხასიათსაც, ნუ რა თქმა უნდა, ძალიან მოქმედებს ჩემ შემთხვევაში. და ეგ რამდენად ნორმალურია, რომ აი სამხელა მნიშვნელობა მიანიჭო, რომ სტილი, ანუ იცი, ჩემთვის მგონია რომ არ არის ნორმალური, აი მე არ მე ნორმალურება, იმიტომ რომ მინდა რომ აი რავი ჩვეულებრივ ფორმაშიც იგივე თავდაჯერებული ვიყო როგორც იცი აი ისე ვარ რა აი რატომ მქონდა ეხა ეს გოგო რო შემხვდა რატო არ ვიყავ ეგეთი თავდაჯერებული რა აი მე თქვა რა რომ ხო ვინ ეკითხება როგორც მინდა ისე ვარ ხოდა ვერ ვიყავი რა არა და ნუ აი ანუ თითქოს რა ერთი წამი რადგან შენი მაღაზია გაქვს მეორადების თავს ვალდებულად ხო არ მიიჩნევ რომ სულ ეგრე უნდა იყო ჩაცმული ვალდებულად არა, მაგრამ საჭიროა ჩემი აზრით, იმიტომ რომ არ ვიცი, როცა მოხვალ მაღაზიაში, აი სულ იძახიან ბევრი რა, ძალიან გავსო მაღაზია, შენ ხასიათსაც, შენ პიროვნებასაც და აი ზოგადად აი ყველაფერი, რაც მაღაზიას ვიზუალს, აი ყველაფერი რაც ხდება, ხარ შენო. ხოდა აი როცა ეგეთ ფორმაში გავდივარ გარეთ, ცოტა ეგრე ვარ. მესმის. რა, ანუ არა. არა და არ მაქვს ყოველდღურად არ მაქვს განწყობა რა, აი ქუდი და ხოდა რატო უნდა დააძალო? ხოდა არ ვაძალებ, მაგრამ ვიცი რა, ეგრე უნდა იყოს რა. ხო, მესმის. რა და ძალიან საჭიროა ალბათ. მარკეტინგია. აი ალბათ. ხო. მარკეტინგი. გამჯდარი. მინდა მაგაზე მუშაობა რა ის ეგრე ვიყო რა მრავალფეროვნულად ჩაცმული იმიტომ რომ მომწონს ძალიან აი ძალიან შენ ეზეთ ვინტაჟის რომანტიკას რა დაარღვევს ვინტაჟის რომანტიკას რა დაარღვევს ელენა
ვერაფერი. ყოჩახ, აი. აი, ყოჩახ. როგორი პასუხი. მაგრამ მინდა რა ვიფიქრო და მაგრამ აი არ ვიცი ვიღაცისთვის დაარღვევს, ვიღაცისთვის ანუ მე ვარ ადამიანი, რომელიც ალბათ 12 წლიდან ვარ აი უდიდესი მოყვარული, იმიტომ რომ უდიდეს რასაც ენერგიას ვიღებ და ძალიან სიამოვნებს ეს ყველაფერი. არასდროს არ მქონია განცდა იმის, რომ მიტყდება, რომ აცვია და არც მექნება არასდროს, ანუ ორლარიანით რომ მეცვას, ან თონძით რომ მეცვას, აი არასდროს არ მექნება ის, რომ რაღაც სადღაც ვიღაც არ მიმიღებს, ან რაღაცა ხო ხვდები, იმიტომ რომ ეს სულ იყო ჩვენთან და მით უმეტეს ჩვენ ხელა ტიპებში და ჩვენ ხელა ტიპებში არ მომწონს, ჩვენ ხელა ადამიანებში. სულ იყო და ზუსტად ვიცი რა დღემდე არის და ხო არ უნდა იყოს. ხო, არ უნდა იყოს. მაგრამ ყველას აქვს არსებობის უფლება. ხო, რა თქმა უნდა. ხო, იცი რა არის, პროსტო არ უნდა იყო ადამიანი, რომელიც სხვას აკრიტიკებდა, ანუ ზისქს გამოხატავდა. ხო. მიხდი? ხო, ნუ უნდა იყვნენ პროსტო თავისთვის და შენ ხელს არ უნდა გიშლიდნენ და თავს არ ეკომფორტულად არ უნდა იდეალური იქნებოდა, თუმცა მაგ ხამდე მისაღწევად ძალიან რთული გზა გვაქვს ყველას გასავლელი ჩემი აზრით. ეხა ის ყველა პოდკასტში მithქვამს რომ სნობი ვარ თქო, მაგრამ აი ეგეთი არასდროს არ ყოფილა რომ ვინმე რას ჩაიცმევს იმის მიხედვით, ან გავაკრით პირიქით, ანუ მე მომწონს რომ ადამიანებს თავისი რაღაც კი მე ვაფასებ ძალიან, მაგრამ ანუ მიხდი მე მაგაში იარა გეთანხმები ეგრეა ანუ ვინ ვარ მე რომ განსაზღვრით არასდროს განვისაზღვრავს არც მე ვის რაც არასდროს ანუ აი იცი რა არის ეხა მე ეს ჭოროობა უფრო მომწონს კითხები აღარ მაქვს ეხა გადავიდეთ she said what ისტორია მომიყევი და მე რაც წაიღებ ჭოროობაში she said what ტარტალეტკაზე თუ მინდა მარწყს მინდა და თან ტარტალეტკაც ტარტალეტ ჭველი კაი ტარტალეტკა ქართული სიტყვა არ არის ხო როგორაა ქართულად ტარტალეტკა არ ვიცი ორცხობილა აზიცა ტარტალეტკა ქვია რა ვქნათ ახლა შენ რუსეთუმე ხო არ ხარ არა რუსეთუმე ხალხს ეს კითხვა უნდა დამესვა, იმიტომ რომ სხვას შეიძლება გაუჩნდეს და კაია რომ პასუხი მივიღეთ. სარგებლობ არა, ბევრი სიტყვა მაქვს ლექსიკონში. მეც. და ძალიან არ მომწონს, მაგრამ გავილანძღე ხა იმ დღეს თქვი კურტკა და ქურთუკი არის ქართულათო და ეგ არის რომ არ ვიცი. ანუ რაღაცაზე ხა არ ვიცი არ დავფიქრი, მიხდი? აი არც მიფიქრია რომ შეიძლება რუსული იყოს. ხო. მაგრამ ანუ არ ვარ რუსეთი, პირიქით ვიდექი. ვიდგები, თუ საჭირო იქნება, იმიტომ რომ ეხლა დგომას მგონია რომ აზრი არ აქვს, მაგრამ როცა საჭიროა, როცა დროს სულ ვიდგები და ვიტყვი რომ და სულ ვიძახი, სადაც მივდივარ, ყოველთვის ჩემთვის პირველი არის საქართველო და ქართული, ანუ სამზარეულო, ქართული არ ვიცი კულტურა, რაც არის. და ისე მიყვარს რომ უბრალოდ ეს იყო ის რომ მინდა და მე თქვა რომ გაგვესვა ხაზი ვინ არიან მაღაზიაში რა კატეგორია დადის ვინ რას აფასებს როგორ ხედავენ და ასე შემდეგ. თუმცა აი ხა კრიტიკა რომ მიიღო იმაზე რომ აი თუ ეგენ დადიან სულ მაგათმა იარონ ქართველებისგან აი რას ეტყოდი ეგეთ ხალხს ანუ არ მაინტერესებს ხო მაგრამ შენ ხო ცოტა მაგისთვის მაგას რო იძახდი ხო ის გინდოდა რომ გაეგოთ რომ აი მე თქვენთვის ვაკეთებ და ცოტა უფრო მეტად დამაფასებ მართალია ეგრეა მაგრამ ეგ ხო იცი რაღაც აი ხარა ეგრე ვთქვი ალბათ რა რომ შემოხვალს აღნიშნეთ თუ რაღაც იმიტომ რომ თქვენთვის ვაკეთებ ეგრე გამოვიდა არა ცუდად არ გამოვიდა არა ხო მაგრამ რაღაცა შეიძლება ვიღაცამ ეგრე გაიგოს და ეგრე რო არ გაიგონ ავუხსნათ რომ შენ გულის წყვეტა უფრო გაქვს ვიდრე აგრესია რა არა პიტი ეგრე არა ეგრე თუ დაიკიდე რეალურად ეგ არის რაც ხდება და შეიძლება ეგეთი გულის ტკივილიც არ არის უბრალოდ ანუ წენა იმიტომ რომ სიტყვაზე ვიღაცა ვიზეც ვიზახეთ რომ მტერია და ვიზეც ეს ბობოქრობა რომ არ გვინდა და რა გვინდა და ანუ
მოდიან და ისინი უფრო გიფასებენ ყველაფერს, ვიდრე შენიანი დაბოღმილი არ ვიცი რა და ხა მე ყველასე არ ვიძახი რა. ხო, მესმის. მაგრამ იცი რა მაინტერესებს? აი ხა ზუსტად ვიცი რომ ეგეთი მთქმელიც აღმოჩნდება და მე ვიზო, მე ვითავებ მაგათ საქმეს. ანუ აი ხა უეჭველი იტყვიან რომ თუ მტერია და ის თუ რატო ხა ანუ ყველა უშვებს ეგ ერთი არის ბიზნესი გაუსმევ ისევ ხას იმას რომ ჩემი ჩვევი ყველაფერს ჩვენი ჩვევით ყველაფერს და ეს ყველაფერი ჩემთვის და ჩემი გარშემოყოფებისთვის არის საჭირო იმიტომ რომ არ ვიცი ჯერჯერობით არ ვართ იმ ეტაპზე რომ ესე დამოუკიდებლად კარგად გქნათ ყველაფერი და ზუსტად იმიტომ რომ მქონდა განცდა იმისა რომ მიფასებდნენ ყველაფერს და უფრო თავდაჯერებულს ხდი და ეს სიტყვები მაგიტო უშვებდი მე ჩვენ მქონდა ჩვენ ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია დიალოგები რომ რას ქვია გეტყვი რაღაცას რაც იმედია არ ეწყინებათ ნახატი გვაჩუქეს რომელიც ღირს 6000 ევრო რომელიც კიდე ერთ-ერთ გალერეაში სანქტ-პეტერბურგში არის უკარგესი მხატვარი უკარგესი ბიჭი არის რუსი და ყველას სამეგობროში ოჯახში ყველას ყავს რაღაც ვიღაც ნუ რომლებიც რუსულ ენოვანები არიან, რუსულად საუბრობენ, რაღაცნაირად უფასებენ კულტურას, ყავს მეგობრები და ჩვენ გქონდა ჩემ დაიდაშულთან კონფლიქტი, რომ რას ქვია, მის ნახატი გიყიდიათ მაღაზიაში. ვერც ერთი, ვერ ქართველი, ვერ ეგრე მგონია რა, აი ეს გულით არ მოგწევდა, იმიტომ რომ ეს ტიპი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ აი ამ ნახატს გჩუქნი იმიტომ გჩუქნი რომ მინდა რომ თქვენი რაღაცნაირი თილისმა იყოს, იმიტომ რომ ამ ყველაფერს უხდება და მეჩუქა გულით. ანუ ეს ფას არ აქვს მნიშვნელობა რა, მაგრამ აი მთელი გულით მაჩუქა, იმიტომ რომ ზუსტად დაინახა ის, რასაც ჩვენ შვებით და მართალი ხარ, გული მწყდება ძალიან. ხო, აი ძალიან მწყდება გული რა. ეხლა მაგას იმიტომ კი რომ უფრო ვიღაცამ რაღაც უნდა ეხლა ხვდები, იმიტომ რომ ემოციურად ეხლა შინაგანად არ მილაპარაკი არასდროს ამ თემაზე რა საწყენია რა, როცა შენი ქვეყნისთვის ბჭყალებში, მაგრამ შენი ხალხისთვის რაღაცას აკეთებ თუმცა შენი თავისთვის აკეთებ, ან თუმცა მაგრამ იმიტომ ვაკეთებ რა მე ამ ყველაფრით კარგად ვარ, კარგი ენერგიებით ვიმხვდები და იმიტომ შვები რომ ვიღაცამაც ეს ენერგია შეიგრძნოს და იმიტომ რომ ერთი პერიოდი ქართველები მასიურად რო წამოვიდნენ TikTok-იდან ყველა ძალიან ბედნიერი გადიოდა მაღაზიიდან, მაგრამ აი კატეგორია რომელსაც ვერ არ ვიცი რა ის არის წრე ვინ არიან და არიან აი მაგ განცდა რომ თქუნავენ და აი არა კითხვა დამისვი, იმიტომ რომ ეხლა ხვდები რატო ვავლებ პარალელს ბჭყალებში მტერსა და ხა დარწმუნებული ვარ რუსების გარდა სხვა ანუ რა თქმა უნდა ანუ უბრალოდ შენ ხაზგასმით მე ხაზგასმით იმიტომ რომ ეხლა იმ რეალობაში ვცხოვრობთ რომ ყველა ბიზნესში ტრიალებენ ეს ეროვნება, თუმცა ძალიან მასიურად წინა წელს კოპენჰაგენიდან ისეთი საოცარი ხალხი ყავდა და ისეთი გოგოები და ისეთი ბიჭები და ისეთი შოპინგი იყო მაღაზიაში რომ ვერ აგიხწერ გერმანელები არ ვიცი სულ სხვადასხვა ეროვნება და სულ ძალიან კმაყოფილები და ძალიან ზაფხული მიყვარს მაგიტო რომ ვუთმობ ევროპელ ხალხს დროს რომლებიც აი ძალიან თავისუფლად, ლაღად, კომუნიკაციით, კარგად შემოდიან, მიდიან და ტოვებენ რაღაც თავის წერილსაც ჩვენ გვერდზე რა, მადლობა ყველაფრისთვის. და ძალიან კაია. სხვა შეშერის ისე ხო აი ხა დავფიქრდი რომ აი ალბათ აი კომენტარს არავის არ დავუტოვებდი. ეს მე მგონი ხა აი მეც არასდროს არ მიქნია არასდროს ერთადერთი ეხა უქენი რაღაცა მოხდა. ერთ-ერთ რესტორანში დავწერე და ცუდი მოხდა. კარგზე ხო არ და ხა შენ ხო კარგს გიტოვებენ. კარგზე არ იყოს ხა კი წუხდები, მიყვარს აი ძანინიას ბაღი და მანდაც დავწერე რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რესტორანია.
ხო და ამ მაგათ აქვთ ეგ კულტურა, იმიტომ რომ იციან რომ ეს ყველაფერი მუშაობს. მე რა Google-ში სიტყვაზე მიწერენ ამ კომენტარებს ტიპები ვინც სერჩავენ რომ აი ნინოშვილის ტერიტორიაზე რა არის კარგი რა ხდება, რომელ vintage shops ვესტუმრო არის პირველი არ ვიცი მე რამდენი, მაგრამ მოდიან. ხო. და ძალიან გვეხმარება ეგ ყველაფერი რა, ოღონდ ის კი არ არის რა დაგვიწერა რა თუ შეგიძლია შეფასება, აი თავისით, იმიტომ რომ ზუსტად იციან რა ეს ყველაფერი მუშაობს რა. ჯიგრები არის. ჩვენ მგონი რომ ყველაფერს ეხა ვიწყებთ. და ეხა ვეცნობით რომ შეიძლება Google-ი იქ ვიღაცას კომენტარი review დაუწერო და კაია მე ხა სადმე რომ მიდურო პირველი კომენტარებს ვკითხე. ხა, მაგრამ მე არ მქონია რა არ ვარ ეგეთი ჩამეძიე ტიპი სადმე რომ მივდივ, იმიტომ რომ მივყვები. ხო. აი ვიღაცას მივყვები რა ის ვიდეო რა TikTok-ზე მე ვარ ლელა. მე დავგეგმე რაღაცა. და მე არ ვარ და აი რა კაი იქნებოდა რომ ეგეთი. მე ვიღლები რომ ეგეთი არ ვარ. მეც მინდა რომ ვიღაცას მივყვებოდა. ხა, აი არ ვიცი რამდენად კაია. რატო არა? მე ანუ მგონია რომ საინტერესოა ყველაფერი მქონია რა სადმე რომ მივდივარ და ხო შეიძლება Google-ში დასერჩო რა ამ დასერჩო და მითხარი ხებ მარტო და ისეთ რაღაცებს ეძებ რომ აი მაინც საჭიროა ეგ ყველაფერიც რა თორე ესე არ დავიკარგები არასდროს არსად მაგრამ ნუ არ დაიკარგები და აქეთ პოულობ რაღაცებს მაღაზიაში სულ აი სულ ცოტა ის არის ხარო არა კაია ძალიან მომწონს ერთი პერიოდი მქონდა ჩავარდნა იმიტომ რომ ძალიან დავიღალე იმიტომ რომ ძალიან ბევრ საქმეს მივედე მაგრამ აი ეგ პროცესი არ მიმიგდია რა აი რამის დამატება ხო არ გინდა თქვა რასაც დაამატებდი რისითმაც მოგინდებოდა არ ვიცი ძალიან მადლობელი ვარ მე ძალიან და ყველა ძალიან მიყვარს ვინც მოდის ჩვენთან შენ პირველ რიგში მადლობა რაღაცნაირად მე და მიყვანა პირიქით მადლობა შენ და არ ვიცი და ერთ რაღაცას ვიტყვი რა ძალიან შემცვალა ამ ყველაფერმა და რაღაცნაირად ძალიან ამაყიდან თავდაჯერებული გამხადა ამ ყველაფრის ცოდნამ და გაკეთებამ და ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობა ჩემ დასაც რა ძალიან მიდგას გვერდში სულ მას არ უყვარს ხო ვინტაჟი? შენ დას არ უყვარს ხო? იცი, აი შეიყვარა, იმიტომ მანამ და ისე იყო და მარიამი არის ბალერინა, არის ჩართული ბალეტში, ხასიათითაც ბალერინა და აი პირველად როცა წავედით ერთად, აი მართლა რაღაც ეს იტრიალა რომ ეს რა მაგარი ყოფილა და ნუ აი მაგ დღის მერე შეიყვარა და წარმოვიდგინე რომ ტრიალებს ბალერინა და აი ამ კაცხელი მოკიდა და ეს კაცი შოკში მიყურებს რა ხდება და ნუ აი ძალიან მოიხიბლა და უყვარს ძალიან და ერთად გავდივართ აი ამ რაღაც ნაბიჯებს რაც ბიზნესის განვითარებას სჭირდება და მარტო ამ ყველაფერს ალბათ ვერ შევძლებდი და თან მიყვარხარ და მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ანუ ძალიან კარგი იყო შენთან ლაპარაკი, ძალიან გულწრფელი იყავი და ორმაგი მადლობა მაგისთვის და ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებ და იმედია რუსები შემცირდებიან და ქართველები შემოგესწრებიან ამ პოდკასტის რაღაცა. ხო. მადლობა ძალიან დიდი და მინდა რა ისე დიდი ხანი იყო წარმატებულად და ძალიან წარმატებულად ხალხი გავდეს სულ მადლობა ძალიან დიდი. კოცნი. მეც